მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი მოტებაძე, ჩვენ ვაგრძელებთ ლექციების კურსს Linux-ის და პროგრამების ინტერფეისი. დღევანდელი თემა არის სამუშაო გარემოს მოწყობა და პირველი პროგრამა. აი ესეთი თემა გვაქვს. მე ახლა პრინციპში ამოვწერე ეს ტერმინალის ბრძანებები, რომლითაც თქვენ Debian სისტემებში შეგიძლიათ დააყენოთ საჭირო პაკეტები და პროგრამები. ტერმინალი გამოვიძახოთ, ეს არის Alt-Control-T. აი ეს არის ჩვენი ტერმინალი. და პრინციპში სანამ დააყენებდეთ რამეს, ჯობია აპდეიტი გავაკეთოთ, რეპოზიტორი პროგრამების ჩამონათვლის აპდეიტი. აქ რა თქმა უნდა root-ის პაროლი დაგჭირდება. აი ეს არის აპდეიტი, რო ვთქვათ. აი ეს არის, მე პრინციპში ეს არის ორივე C-ის და C++-ის კომპილატორი, ეს არის Clang და მეორე არის GCC. მოდით ჯერ Clang-ი დავაყენოთ, შეიძლება ორივე გამოვიყენოთ. პრინციპში აი ეს არის მოკლედ დაყენება Clang-ი. Clang-თან ერთად დაგჭირდება GCC, ის რა ქვია make utility-ა, ეს მე ყოველ შემთხვევაში ხშირად ვიყენებ, თქვენც შეგიძლიათ დააყენოთ. ხოლო აი ეს არის GCC-ის კომპილატორის დაყენება, აქ მოყვება make utility-ც. ეხლა ვინაიდან რადგანაც მე Clang-ს ვაყენებ, ეს ცალკე უნდა გაუშვა, რომ make-ი დაყენდეს, აი ესე. ეს ვინცაც -y ნიშნავს, რომ თუ მოგთხოვს დაყენების პროცესის დროს დავეთანხმოთ, yes, ეგ არის yes. ხო, ეს არის GCC-ის კომპილატორის დაყენება. მოდი ესეც დავაყენოთ, ორივე გქონდეს. აქ პრინციპში ჩამოწერა ხდება რა. აი ესე. და Visual Code-ის დაყენება. პრინციპში აქ remove, ეს არის წაშლა GCC-ის კომპილატორის, ეს Visual Code-ის, ეს Clang-ის წაშლა, ეს არის make-ის წაშლა. ეს არის auto remove, ეს ესეთი ზედმეტი პაკეტების წაშლა. ახლა Visual Code ესე არ გაეშვა, ვთქვათ VS. მონახოთ, არა, ასე არ ეშვება. ოკეი. გამოვწერთ მაშინ Debian პაკეტი. ნახოთ ტერმინალში თუ არის VS install Ubuntu. აი ეს არის. ესე VS. ნახოთ შეიძლება იყოს ტერმინალის ბრძანება რამე. ეს Debian პაკეტით არის ინსტალაცია. აქ რამდენიმე წერია. ოკეი, გაით. კაი, გადმოწეროთ ეს ფაილი. ეს არის გადმოწერა. ახლა Windows-ის ვერსია არ გვინდა. Debian სისტემა თუ გაქვთ, ესა Debian, Ubuntu ან Linux Mint ან Kali Linux-ი, ეს გადმოწეროთ. თუ ეს არის Red Hat, Fedora და OpenSUSE, ეს გადმოწეროთ და დააყენოთ. მოდით გადმოწეროთ. აი გადმოწერა დაიწყო. ზომა რამდენი აქვს? პრინციპში არის 99 მეგაბაიტი, არ არის ბევრი. პრინციპში მალე გადმოწერო, რაც უფრო სწრაფ ინტერნეტი გაქვთ, მით უფრო კარგად და სწრაფად გამოწერს, აი პრინციპში მორჩა. ეხლა ვინც არის ის Debian, ვთქვათ, Debian პაკეტი როგორ უნდა დაყენდეს, პრინციპში აქ იყო სადღაც ეს. აი ეს არის, შეგიძლიათ ასე დააყენოთ Debian-ი, ან მეორენაირი ვარიანტია სად იყო? ეს
ნაბიანი მინდა. Так, ის ახლა აქ იყო ის ვიჯეტები და ასე შემდეგ. აი ესე შეიძლება პრინციპში დაყენდეს. თუმცა რადგანაც Debian პაკეტი გადმოვწერეთ, ჯობია Debian-ით დავაყენოთ. ეხლა Debian პაკეტების ინსტალაცია არის პრინციპში ერთი და იგივე ვარიანტია. აი მოდით ესე გავაკეთოთ, აიღურეთ deb install. და მოკლედ ეგრევე აი პირველივე შენ მეორე შედით. აი ეს არის Debian პაკეტის ინსტალაცია. აი ეს არის ეს სხვა ვარიანტი ეს. მოდით აი ეს ავიღოთ. აი აქ აი ესე ავიღოთ და აი ეს სახელი უნდა ჩავუწეროთ, აი უყურეთ. აი ესე ძალიან მარტივად არის. რა თქმა უნდა, root-ის პაროლი სხვაგვარად პაკეტს ვერ დააყენებთ. ამ პაკეტებს. ნახოთ ახლა. დაიწყება ახლა პრინციპში ინსტალაცია. მე ახლა დაყენებული მქონდა, ამიტომ აი აქ გაგეჩითებათ ეს. პრინციპში ინსტალაციას უკვე მორჩა, წავშალოთ ახლა ესენი, აღარ გვინდა. მოკლედ აი ესე შეიძლება სამუშაო გარემოს მოწყობა, მაგრამ ჯერჯერობით არ დაგვიმთავრებია ეს პროცესი. თქვა თუ აი აქ გინდათ იყოს ეს აი ამას დააჭირეთ ping. აი ეს არის უკვე აქ მე პრინციპში უკვე workspace მოდით დავსვიზ ახლა მე Linux გავაკეთებ. ანუ ეს იმახსოვრებს რა ესე ვთქვათ კონფიგურირებული რაც იყო რაღაცებს იმახსოვრებს რა. რაღაცებს არ იმახსოვრებს. ახლა ძველი რაც იყო პრინციპში ისინი დაიმახსო. აი ესეთნაირად უნდა იყოს რა. აქ შეიძლება welcome იყოს პირველი აი ესე იყოს შეიძლება ესე შეიძლება აი ესე იქნება რა. ანუ აქ თუ შეხვალთ, აი ესე იქნება. აქ თუ შეხვალთ უკვე მე ეს გაიჩნდება. აი ესეთნაირად იქნება. აქ შეიძლება რაღაცების აი თქვა ეს არის ასე იქნება მონიშნული, ანუ ყოველ გაშვებაზე აი ეს welcome-ი გამოვა, აი თუ არ გინდა რომ მოხდეთ, აი ეს მონიშნა წავუშალეთ, ну ეს შეიძლება დახუროთ. აი ახლა იმისათვის რომ სიზელ წეროთ, აქ გვინდა დავაინსტალოთ, ანუ ეს არის ძებნა C++. აქ პირველივე აიჩეთ, ეს არის Microsoft-ის extension-ი, ანუ ეს არის extension-ები, extensions. ამის დაყენების შემდეგ აი ეს პრინციპში დაყენდა უკვე და გვინდა make-იც აი ერთი ცალია პრინციპში ეს არის ოკეი, მაშინ ის დავაფინოთ აი make tools. ну პრინციპში ეს არის მოკლედ. ხო, აი ეს არის ეხლა ჩვენ გვინდა პირველი ესე ვთქვათ პროგრამა დავწეროთ open folder, ну ეს folder თუ არა გახსნილი open folder და ავირჩიოთ Linux-ი. მოდით აქ გავაკეთოთ folder-ი, კაი. მოდით დავარქვათ ზუსტად ეს Linux-ის დაპროგრამების ინტერფეისი. აი აქ desktop-ზე. პრინციპში აქაც შეგვიძლია აი აქიდან, აი ესე. და აი ეს ავირჩიოთ add. აი აქ უკვე გაიჩიტება ეს მოკლედ. და აქ ავიღოთ, დავარქვათ 00 და კიდე აი ეს არის folder-ის შექმნა და ტესტი. ანუ folder-ს 00 დავარქვით და მე კიდევ შინით folder-ი გავაკეთეთ ტესტი. და აი ეს არის უკვე ფაილის შექმნა, ანუ ფაილი დავამატოთ main.c. ну აქ რაღაცების extension-ების დაყენება სიტყვის დამატებით შეიძლება დააყენოთ, ну
მაგრამ ჩვენი extension-ი პრინციპში არ დაგჭირდება. ხო ისევ გადმოდით და კიდევ დაამატეთ make file. აი ესე. ხო. ну, აქ ახლა default-ი აკრიფეთ. default და კომპილაცია. bang ახლა მე მარტი კომპილაციას დავწერ. ანუ ეს არის კლანგი კომპილაცია, ანუ რომელი ფაილი უნდა დავაკომპილიროთ. რა ფაილი უნდა მივიღოთ, ანუ პროგრამას რა დაარქვას. ანუ თუ ეს ყველაფერი კომპილაცია კარგად ჩაიდის, გავუშვათ პროგრამა. აი ეს არის. და რანი გავაკეთოთ, ეს არის უკვე გაშვება, აქ უკვე წერტილი დაფლილი ხაზი მაინი, ანუ ეს პროგრამის გაშვებაა. GCC-ის შემთხვევაში აქ GCC-ს აკრიფავთ, ну, პრინციპში ნახავთ ამას. მოდით ახლა ელემენტარული უმარტივესი პროგრამა დავწეროთ, რომელიც, ну, დაგვიბეჭდავს ტექსტს. სათადაიო წერტილი h აქ int mine ჭრილები და აქ puts აი ესე puts და დავბეჭდოთ hello world. Why did I agree? Nice. ჭრილი არ დაგვავიწყდეს და აქ return nolli. აი ეს არის მოკლედ ჩვენი პროგრამა. აი ეს არის make file-ი, ну, ახლა უკვე აქ extension-ი რომ მოგთხოვა, ჩვენ შეგვიძლია ავიჩიოთ რომელით გაეშვას. ანუ ეს არის GCC და GCC 13-ით დავკომპილიროს. არის კიდევ ეს არის ანუ სხვა რაღაცა არ მინდა ეს ჯერჯერობით. ну, თქვენთან იქნება ამის რა. ეს აღარ იქნება. ეს მე დაყენებული მაქვს რაღაცეები და იმ კომპილატორს მაჩვენებს. ну, ეს არის GCC, ეს უფრო GCC 13 უფრო ახალია. თქვა ტერმინალში შეგიძლიათ ვერსია ნახოთ GCC-ს. GCC აი ეს version GCC 13, ну, იგივე ვარიანტია. აი ეს არის რა. ანუ 2013 წლის 23 წელია ბოლო, ესე ვთქვათ, სტაბილური ვერსია. აქ რაღაცა warning-ები გვაქვს, ну, ამას არ აღნიშნავ. იგივე არის კლანგი. აი ეს არის კლანგი. თან გვეუბნება პლატფორმას, ვერსია, Ubuntu სისტემა, მოდელი სრედების არის POSIX-ი და ინსტალაცია, ანუ დირექტორია სად არის კლანგი ინსტალირებული. make file-ი შეგიძლიათ ნახოთ, make version. აქ უკვე მე რაღაცა ვერ აღვიფესოთ. version ვერ აღვიფესოთ ეთქობა. ხდება ხოლმე. აი ეს არის მოკლედ. ну, ჯერჯერობით ეს პროგრამები არის საჭირო. აი ესეც გვიწერს რომელი ვერსია make-ის და ეს არის. ხო, მოდით ახლა დავაკომპილიროთ ეს პრინციპში. ანუ აქ ინტეგრირება უნდა გააკეთოთ ტერმინალის, აი ეს არის open integrated terminal. ოდი ესე წავშალოთ. თავიდან გავაკეთოთ აი ესე. და make-ს რო აკრიფავთ, გაიშვება აი ეს სცენარი. ამ make utility კითხულობს make files და აი ამ ბრძანებას გაუშვებს, მე ამ ბრძანებას. ეს არის კომპილაციის ბრძანება, ეს არის უკვე დამზადება პროგრამის გაშვება, დამზადებული პროგრამის. ახლა თუ დავაჭერთ, აი უყურეთ კომპილაცია. თუ კომპილაცია კარგად იმუშავა, შეცდომოთ, ანუ შეცდომა არ ქონა პროგრამაში აი აქ, მაშინ გაიშვება პროგრამა. ისე არ გაიშვება, უბრალოდ გაჩერდება. აი ზუსტად იგივე არის აქაც.
თუ აქ make runs დავწერთ, მაშინ მარტო პროგრამა გაეშვება, ანუ IS სცენარია მუშავდება, ანუ IS გაეშვება პროგრამა. ნუ აი ეს არის მოკლედ სულ. ჩვენ შემდეგში უკვე დავიწყებთ აი ესეთნაირად მოკლედ გაკეთებას. აქედან შეიძლება უნდა აირჩიოთ. ნუ თქვათ აი არ აქვს მნიშვნელობა ახლა მაინც და მაინც რომელი იქნება. აი ესეთი რაღაცები გამოდის. ნუ აი შეგიძლიათ რამდენჯერმე გაუშვათ. ნუ მეტირადად აი პირველი ვარიანტი უფრო მომწონს, ანუ make-it გაკეთება, ანუ აი ანუ თითქოს ტერმინალში მუშაობ, ზუსტად იგივე ვარიანტია, არანაირი სხვაობა არ არის. ამიტომ ეს მე მგონი უფრო მოსახერხებელია. ნუ ესეც არა ცუდი, მაგრამ აი ხო გეუბნებით, ნუ ცოტა უცნაურია. ნუ მოკლედ გემოვნებაზე არ დაობენ, თქვენ რომელი მეთოდიც გინდათ ის აირჩიეთ. მოკლედ აქ ამით დაგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.